ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ხდომა გაიმართა, რომელსაც აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი თემურ ჩილაჩევა უძღვებოდა. შეხვედრა ჯანაშიების სახელოვანი ოჯახის შთამომავლის, ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის სიმონ ჯანაშიას ქალიშვილის ენათ მეცნიერ რუსუდან ჯანაშიას ხსოვნას მიეძღვნა. ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსებმა ოთარ ჟორდანიამ და ვაჟა შენგელიამ რუსუდან ჯანაშიას სამეცნიერო მოღვაწეობასა და მის წვლილზე ისაუბრეს ენათ მეცნიერების განვითარებაში. როგორც შეხვედრაზე ითქვა, რუსუდან ჯანაშიამ ენათმეცნიერების ინსტიტუტში მუშაობის 50 წლის მანძილზე არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომი შეძინა იბერიულ კავკასიურ ენათმეცნიერებას. ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის ვაჟა შენგელიას თქმით, აღსანიშნავია ენათმეცნიერის საინტერესო ნაშრომები აფხაზურისა და მისი ახლო მონათესავე ჩერქეზული და უბიხური ენების სტრუქტურისა და ისტორიის საკითხებზე. აღინიშნა ისიც, რომ მეცნიერი მთარგმნელობით მუშაობასაც ეწეოდა. ქალბატონი რუსუდანი ამშვენებდა არა მარტო ენათმეცნიერების ინსტიტუტს, არამედ მთელ ჩვენს საზოგადოებას. მისი წვლილი მნიშვნელოვანია აფხაზური ენის შესწავლის საქმეში და მისი ახლო მონათესავე უბიხური ენის შესწავლის საქმეში. ამ ოჯახის ტრადიციისამებრ აფხაზებთან მეგობრობას და ახლო ურთიერთობას თვლიდა ძალიან მნიშვნელოვნად ქართველი ხალხისათვის და აფხაზებისთვისაც. ასეთ ადამიანებზე უნდა აიგოს ჩვენი ურთიერთობა. ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ოთარ ჟორდანიამ ჯანაშიების გვარის სახელოვანი წარმომადგენლების ნიკო და სიმონ ჯანაშიების სამეცნიერო მოღვაწეობასა და მათ წვლილზეც ისაუბრა ქართველთა და აფხაზთა მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების გამტკიცებაში. რუსუდან ჯანაშია მიეკუთვნება იმ სახელგანთქმულ საგვარეულოს ჯანაშიებისა, რომლებიც წარმოშობით იყვნენ აძიუბჟიდან. ჯანაშიებმა დიდი წვლილი შეიტანეს არა მარტო ქართული კულტურისა და მეცნიერების განვითარების საქმეში, არამედ აფხაზური კულტურის განვითარების საქმეში. სიმონ ჯანაშია არაჩვეულებრივად ფლობდა აფხაზურ ენას. როდესაც დმიტრი გულია წავიდა 26 წელს სოხუმში, აფხაზური ენის კურსის წაკითხვა გააგრძელა ახალგაზრდა 26 წლის ყმაწვილმა სიმონ ჯანაშიამ. და აი ამ სახელოვან ტრადიციას აგრძელებდა რუსუდან ჯანაშია, რომელმაც დისერტაცია მიუძღვნა აფხაზურ ენას და წლების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მამამისი იყო და ასწავლიდა აფხაზურს, კითხულობდა აფხაზურ ენას. აღსანიშნავია, რომ ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია ტრადიციულად მასპინძლობს ქართულ და აფხაზ მეცნიერთა საიუბილეო საღამოებს.